ჩვეულებრივი ფაშისტური დიქტატურა მყარდება და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ამყარებენ თავიანთი აბსურდული კანონებით. ხალხი მაინც გამოდის, მაინც გამოვა, სავარაუდოდ ამას მოყვება ახალი პოლიტპატიმრების სერია, მაგრამ მაინც არ მგონია რომ ამან ხალხი გააჩეროს, იმიტომ რომ ყველგან ვერ დაუწყებენ ადამიანებს დევნას. რუსთაველი შეიძლება მიზანმიმართულად ამოირჩიონ და რაღაცნაირად წაგვღლიტონ, მაგრამ არ არის აჩემება ეს ჩვენი, რომ მაინც და მაინც რუსთაველზე ვაპროტესტოთ. გადავალთ და სხვაგან გავაპროტესტებთ ბოლო-ბოლო რა. სულ არის რამდენიმე ათეული ენთუზიასტი მილიციელი, აი გაძაღლებული მილიციელი, რასაც ქვია, ყველაფერზე რომ არიან წამსვლელი ამ რეჟიმის შენარჩუნების მიზნით და დანარჩენები არიან სისტემაში მყოფი პოლიციელები, შედარებით ნორმალურები, რომლებიც უბრალოდ რაღაც გაუგებრობაში მოხვდნენ და თვითონაც ეთყობათ სახეებზეც, რეაქციებზეც, რომ არაკეთებენ სიამოვნებით ამ საქმეს და იმედი მაქვს, რომ შიგნით გაიზრდება უკმაყოფილება და თავიანთ ხვალინდელ დღეს დაინახავენ. ვცდილობთ, რომ მშვიდად ვიყოთ, აუხსნათ, როგორი საფრთხე ემუქრებათ მათ ხვალინდელ დღეს და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს რაღაც თავიანთ მომავალზე იგრძნობენ და ცოტა გონების თვალი გაეხსნებათ.